ამებით მე საუბრობ მაყურებელს. ნუ პირველ რიგში მოდი ვთქვათ, რომ ამ ძალიან მკაცრ ანგარიშში მოულოდნელი არაფერი ყოფილა და ჩვენ იქამდეც ახლა მე წინა დღითაც ვქონდა ბრიფინგი და ვთქვი, რომ სამწუხაროდ ჩვენ ველოდებით მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკულ შეფასებას ყველაფერი იმისა, რაც ხდება საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო წლებში და კიდევ უფრო განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხო? მაგრამ ასეთ მგონი არც ხელისუფლებისთვის იყო რამე მოულოდნელი, ისინი მოულოდნელი და ხოთაჟორის ისინი არირჯებოდნენ, რომ რამე სხვა დაწერილი ამას თავის ახსნა. ამ ანგარიშში. ამას თავის ახსნა. ხელისუფლება რატომ არ გაუკვირდა ხელისუფლებას და რატომ ელოდნენ, იმიტომ რომ ისინი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. ეს ხომ არ არის რომ დავუშვათ იქ რაღაცა მცდელობას აქვს ადგილი, რომ მათ შეასრულონ რეალურად ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და ნუ მე რაღაცა სურპრიზები ხდებათ. არა და არა. ყველაზე დიდი წვავე რეალობა დღეს ის გვაქვს, დიანა, რომ ყველაფერს აკეთებს ოცნება იმისთვის, რომ მიზანმიმართულად მოაქციოს საქართველოს იზოლაციაში. და დაგვტოვოს პირისპირ რუსეთთან. და ამას ახსნა აქვს კიდე მეორე, ის რომ ევროპული ღირებულებები საბოლოო ჯამში ყველაზე რამდენიმე სიტყვით რო ჩამოვაყალიბოთ, ეს არის დემოკრატია და სამართლიანი სახელმწიფო. ერთ სიტყვაში რო ჩავატიოთ, ხო? და ეს შეუთავსებელია ოცნებასთან. ოცნება კარგად ხდება, რომ როგორც კი საქართველოში ევროპული დემოკრატია იქნება, ის მყისიერად დაკარგავს ძალაუფლებას. შეუძლებელია ოცნება ამას თარგმნიან ასე, ახლა კობახიძეს კომენტარს ვკითხულობდი, რომ ევროპულ ბიუროკრატიას უნდა რომ ხელისუფლებას ჩამოგვაცილოს და ამიტომ ეს კრიტიკული დასკვნა. ცით რა არის, თუ დემოკრატიის ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ავტომატურად ნიშნავს ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, იმიტომ რომ დემოკრატიაში აი როგორც თევზი წყლის გარეშე ვერ იარსებებს, ხომ? ანუ ასეა დემოკრატიულ სამყაროში, ხო? არჩევნების და დემოკრატიის გარეშე ვერ არსებობს ხალხი და ამიტომ ოცნებისთვის ეს სრულიად შეუთავსებელია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ როგორც კი აქ იქნება ჩატარდება თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, სასამართლო გვექნება ელემენტარულად თავისუფალი და სახელმწიფო ინსტიტუტები არ იქნება ერთ ვერტიკალს დაქვემდებარებული. და იქნება როგორც ეს არის ნორმალურ ცივილურ თანამედროვე ქვეყნებში ეგრეთ წოდებული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები, ხო? ამ შემთხვევაში ოცნება ბუნებრივია, ვერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ერთადერთი გზა რომ ოცნებამ ძალაუფლება შეინარჩუნოს არის ის, როდესაც სრულად არის კონსოლიდირებული ძალაუფლება მათ ხელში, როგორც არის დღეს. ამიტომ არის ეს ასე ვთქვათ, რასაც ჩვენ ღალატს ვუწოდებთ, ხო? დღეს ბრიფინგი მქონდა და იქ თქვით რომ ეს არის ღალატი. სხვადასხვა мотиваციაზე ლაპარაკობ თქვენ და ჩვენი წინა სტუმარი, ანალიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ ეს არის რუსეთის ინტერესი, რომ აქ არ იყოს დაამაგროს იმ ტიპის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლების შეცვლა სწრაფ არ ნიშნავდეს, რომ ვიღაცა ევროინტეგრაციის გზაზე ლამის ორ კვირაში შეიძლება დაბრუნდეს. ნუ ხა არც ამის გამორიცხვა შეიძლება თავისთავად. ეხლა ის რომ როდესაც ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩამოგვაცილოს, ასე ვთქვათ, დასავლურ სამყაროს იზოლაციაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა და ეს ხიდები, ასე ვთქვათ, დაწვას, გააქროს ჩვენი კავშირები და მაქსიმალურად დისტანცირდეს ევროპული, ანუ თანამედროვე სამყაროდან, ნუ გასაგებია ხა ერთადერთი პარტნიორი რჩება რუსეთი. და მაგრამ აქ მე იმის თქმა მინდა ოცნება რუსეთთან ასევე კარგ ურთიერთობაში მყოფს, მაგრამ სხვაველზეა გაჭრილი ოცნება შანხაიში მართავს შეხვედრებს. ამიტომ ოცნებისთვის გაცილებით მაღალი мотиваცია არის ძალაუფლების შენარჩუნება, თორემ ის როგორღაც რუსეთის ალტერნატივასაც ნახავს, იმდენად უნდა მას ძალაუფლება შეინარჩუნოს, რომ მას თავის ჭკუაზე მართოს ეს ქვეყანა და არავინ არ იყოს მთელ მსოფლიოში ისეთი, რომელიც მას იმ გადაცდომებზე მიუთითებს, რა გადაცდომებსაც ჩადის და ეს ხო გადაცდომები აღარ არის, ეს არის პირდაპირ დანაშაულები. ბატონო, რა ბერკეტი გაქვთ თქვენ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც ამ თემაზე მეტი არგუმენტი მოისმინოთ ხელისუფლებისგან, რაღაც მათი ანგარიშვალდებულება, თუნდაც საპარლამენტო დონეზე, აი არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირი, როგორც პროტესტის ადგილი, მაინც რა მასშტაბში არ აქვს მნიშვნელობა, ცოცხალია და ფეთქავს, გუშინდელი ანგარიში არ ყოფილა ამ პროტესტში რაღაც დამატებითი მუხტის შემომტანი. ამ დროს ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ რეაგირებდა თუნდაც თბილისში საპროტესტო, ეს თქვათ, საზოგადოება ბრიუსელიდან მსგავსი ტიპის პრობლემურ ჩანაწერებზე, ანგარიშებზე ან შეფერხებებზე ევროინტეგრაციის. როგორ გითხარით, ხა ჩვენ როდესაც აი ამ 4 ოქტომბერზე ასე მკაცრად ვსაუბრობთ და არ გვეშინია იმის აღიარების, რომ ეს 4 ოქტომბერი ნამდვილად იყო უპასუხისმგებლო პროვოკაცია. ნუ ეს ბევრს გასაგებია, რომ არ მოწონს.
მაგრამ აი ხა თქვენ კითხვაზეც, რასაც ახლა მეკითხებით და სრულიად ლეგიტიმური კითხვაა. ხო არა, თქვენ არ ეს დაკვირვება არა წარმოეთ, თქვენ არ ეს დაკვირვებაა ზუსტად. ეს დაკვირვება მე ამიტომ დავიწყე 4 ოქტომბერზე ხა საუბარი, რომ 4 ოქტომბერი ხომ ერთი დღის ფენომენი არ იყო. ოცნებას გასული წლის ბოლოს და ამ წლის დასაწყისში ჰქონდა ლეგიტიმაციის ურთულესი კრიზისი. უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისში იყო თავად ოცნება. მე მგონი თქვენ დააძლევინეთ მათ შორის თქვენი პარლამენტის და არავინ თქვას რომ ეს არ არის ვთქვათ ამის დაძლევა. მე გეტყვით ვინ დააძლევინა და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა ოცნებას სჭირდებოდა ასე ვთქვათ გარკვეული სურათის შექმნა საიმისოთ რომ მას ეს ლეგიტიმაციის კრიზისი დაეძლია და ზოგადად ხალხში საკუთარი ასე ვთქვათ ცუდი მმართველობის კიდევ უფრო უარესი ალტერნატივის შიშით. აი ეს კარგად მინდა გამიგოთ რას გულისხმობ. ხალხი კიდევ უფრო მეტად დაეშინებინა, მას ეღიარებინა რომ კი ბატონო ცუდია, მაგრამ აქ არის გაცილებით უარესი ალტერნატივა, აი ნაციონალური მოძრაობის სახით. გაიხსენეთ დიანა როდის დაიწყო ეგრეთ წოდებული წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომები. აი მე პირადად ვაკვირდებოდი სხდომების პარალელურად და რა თქმა უნდა იქ იყო მიწვეული უამრავი ადამიანი, ხა ამ შემთხვევაში კახარია საერთოდ არ ვიხები, უბრალოდ მე საუბრობ აი ნაციონალური მოძრაობის დანაშაულები, ხა მე-5 და მე-10 ვისმენდით ამას, მაგრამ მაინც იმდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი და ამის მოსმენა, რომ აი პირდაპირ თითქოს ჩანდა როგორ მინელდებოდა პროცესი აი ამ კომისიის სხდომების პირდაპირ ეთერში. ანუ პროტესტზე გავლენის მოსახდენად იყო ეს კომისიის სხდომა თქვენი მათ შორის. იმიტომ რომ ნახეთ, ოცნება იყო უმწვავეს კრიზისში, მაგრამ მას სჭირდებოდა კიდევ ერთხელ გამოეყენებინა ნაციონალური მოძრაობა როგორც საფრთხე, როგორც საფრთხობრივი, როგორც გრძელვას რომ უპირებს ეს ნიშნავს რომ არა, მაგაზეც გიპასუხეთ, უბრალოდ ეს ლოგიკა მინდა დავასრულო. აი ეს გამოყენების რესურსებს თავად აუცილებლად გიპასუხეთ მაგაზე, ეს ლოგიკა მინდა დავასრულო, რომ ძალიან სწორი კითხვა დასვით. ანუ ეს ერთის მხრივ ქონდა მას ასე ვთქვათ ჯიბეში ედო ეს კარტი ასე ვთქვათ, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, ანუ ნაციონალური მოძრაობის აი ამ დანაშაულების კიდევ ერთხელ შეხსენებით ხალხისთვის, რომ საკუთარი მართლაც უმძიმესი დანაშაულები გადაეფარა ამით, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ეს კომისია ხომ არ იყო დახურული. აქ და ახლა რაღაც ხდება და ისინი მუდმივად რაღაც ძველი ამბების რეტროსპექტივით არიან დაკავებული. ძალიან ცუდია, მაგრამ ნუ იყენებს ამას ეს ოცნება და ამით აშინებს ხალხს, ხომ? ანუ ეს ერთი, მეორე წამოვიდა უკვე ბოიკოტის კამპანია, იცით თქვენ, იმიტომ რომ მუნიციპალური არჩევნები ახლოვდებოდა და ეს ბოიკოტის კამპანია გადაიზარდა შემდეგ უკვე ამ შვიდობიანი დამხობის კამპანიაში, რაც რეალურად ლოგიკური ხმა იყო. ბოიკოტის პარტიები არ იყვნენ ახლა ამ დამხობის ორგანიზებაში ჩართულები, ნაციონალურ მოძრაობა შეუერთა თავისი პოლიცსაბჭოს განცხადებით, ზოგი ზომიერ პოზიციას იღებდა და ზოგიერთი ძალიან კრიტიკულ სხვადასხვა მაგალითად ფედერალისტები იყვნენ გამორჩეულები სრულიად კრიტიკულები. ერთადერთი სხვაობა რაც მათ შორის იყო ის, რომ ნაწილი ემხრობოდა 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ ლოგიკას და მეორე ნაწილი ამბობდა, რომ 4-ში რო დავიწყებთ, შეიძლება 4-ში ვერ დავამთავროთ, მაგრამ ის რომ ცვლილება ამ ქვეყანაში არა, ეს 4 და დამხობაზე, ანუ იყო ძალიან მკაფიო პოზიციებიც იყო ბოიკოტის. მაგრამ დამხობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად ყველა შეთანხმებული იყო. მე მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ არც ერთი ეს პარტია არ იყო მომხრე არჩევნების და მშვიდობიანი გზით ამ რეჟიმის ცვლილების და ყველა დღესაც ამბობს, რომ ერთადერთი გზა არის ამ რეჟიმის, ასე ვთქვათ, ქუჩიდან ცვლილება და გამორიცხულია არჩევნებით შეიცვალოს, ხო? ამიტომ აი ამ კითხვას ვუბრუნდები, კიდევ ვიმეორებ, რომ მიუხედავად იმ დანაშაულებისა, რაც შადენილია უსოცნებას, მან მოახერხა ეხლა ეს ოპოზიციური პოლიტიკოსები ხა ზოგი სასარგებლო იდიოტი იყო და მე შემგეთქვი ჯერ არ ყოფილა ამ როლში თუ რა. ზოგი შეცდომაში შეყვანილი არ ვიცი თავისი არაკომპეტენტურობის თუ გამოუცდელობის გამო. ზოგი რომელი მართული დამნაშავე იყო. ჩვენ რა ამ პროცესთან კავშირი არ ქონია საერთოდ იცით. ხო, მაგრამ ზოგადად პოლიტიკურ პროცესში თქვენ როგორ შეაფასებდით, იმიტომ რომ თქვენს აღმოჩნდით პროცესში, რომელსაც ახლა აფასებთ როგორც შეცდომად, როცა დაყარეთ მანდატები არ ეს თქვა ასე დაყარეთ არ ქვია მთლად ასე, მაგრამ არ შეხვედით თავის დროზე პარლამენტში, შეუერთით აი ამ ბოიკოტის პროცესს და შემდეგ რაღაც მიდევნებული ლამპარივით ერთი წლის თავზე დაარღვიეთ ეს და უკვე სხვა შემადგენლობით, არა იმ პირველი შემადგენლობით, რომელსაც პროცენტებით ეკუთვნოდა პარლამენტში. ორი წინადადებით დავამთავრებ ამ ლოგიკას უბრალოდ რა, ამ 4 ოქტომბერზე რატომ საუბრობ.
ნახეთ რის სახსნა მინდა დიანა, რომ ეს 4 ოქტომბერი მარტო ის უპასუხისმგებლო პროვოკაცია კი არ არის, რომელსაც ათობით დაპატიმრებული ადამიანი მოყვა ეხა და საერთოდ არავის აღარ ახსოვს მინდა გითხრათ. მე ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება უახლოეს პერიოდში ან ვინმეს ეს განეხილოს, ან ეს ხალხი მოეკითხოს, ან რომელიმე პოლიტიკოსი გამოსულიყოს. ძალიან მინალდა ეს თემა სხვათა შორის. მინალდა და ათობით ადამიანზე გვაქვს დიანა ლაპარაკი, წლობით საპატიმრობა ემუქრება ამ ხალხს, ეს ერთი. და რაც ასევე მთავარია, რომ ამ პროვოკაციამ მისცა ოცნებას იმის საშუალება, რომ კიდევ უფრო დაემძიმებინა საკუთარი ავტორიტარიზმი და ამ ყველაფერზე თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ პროგნოზს ვაკეთებდით და გიორგი გახარია წინსრებით საუბრობდა საჯარო ინტერვიუებში, რომ ეს ასე მოხდებოდა. რომ ეს ყველაფერი იქნებოდა გაცილებით უარესი ალტერნატივა ვიდრე ცუდი ოცნება. აი დღეს კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ხო? ევროპასთან რადგან ჩვენი თემა ამით დაიწყო, ხო? ამ საშინელი მართლაც უმკაცრესი ანგარიში გაფართოების შესახებ, რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. აი დააკვირდით ოცნების პასუხს. აქაც კი იყენებს 4 ოქტომბერს. პირდაპირ მიიმართავს ევროკავშირს და უნდა გინდა თუ არა უნდა დაგმოეს 4 ოქტომბერი და ამას სამართლებრივი კითხვები იყო სწორედ ასე ფორმულირებული. ჰერჩინსკიდან ნუ ხა ისინი გასაგები ამბობენ რომ ზოგადად ზალადობას გმობენ, მაგრამ ამ 4 ოქტომბრის პროვოკაციასთან გაკარება არავის არ უნდა, იმიტომ რომ უამრავ კითხვის ნიშნებს ბადებს ეს დღე. და სანამ ეს გამოძიებული არ იქნებოდა, ყველაფერს თავის სახელი არ დაერქმევა, ყველაფერი ძალიან გართულდება. ამიტომ ვამთავრებ, პასუხი თქვენს კითხვაზე არის ის, რომ რატომ არ მოყვა ამას ესეთი აღშფოთება, მათ შორის იმიტომ, დიანა, რომ აი ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და არ დავიღლები ამაზე საუბრით კიდევ მეორებ, აი სწორედ მათ გამო ხდება ის, რომ საზოგადოებას როგორ გითხრათ, ხა ოცნებას არჩევს მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ ამ უარესი ალტერნატივით გაცილებით დაზაფრულია, რის შედეგიც ნაწილობრივ დადგა კიდე 4 ოქტომბერს. ამიტომ ჩვენ დღე და საღამო ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ, იმიტომ კი არა რომ ეხა ჩვენ მაინც გვინდა ვიღაცისგან ხელი გავიშვიროთ და პასუხისმგებლობა მას ავკიდოთ, თუმცა აქვე გეტყვით რომ ჩვენ ოცნებასაც არანაკლებ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, ოდესაც ვამბობთ რომ ის de facto ხელისუფლებაა, მართველი ასე ვთქვათ. ხელისუფლება ასევე საუბრობდა რომ 4 ოქტომბერი ეს ხელისუფლების მონაწილეობით იყო ეს. ხო და ამიტომ ეს 4 ოქტომბერია ყველაფერი. მათ შორის იმის საბაბი რომ დღეს ოცნება უფრო რაღაცა ხერხში გამართულს ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაცა უფრო გონორით ელაპარაკებოდეს მათ შორის ჩვენ ევროპელ პარტნიორებს და ბევრი მინდა გითხრათ ასევე გულწრფელად რომ ბევრი ადამიანისთვის გასაგები მოთხოვნას უყენებდეს ევროპელებს რომ აი რატომ არ გბობთ ამ ზალადობას. ხო და ამიტომ ამდენ საბაბს კითხვა რომელსაც აქვს ასევე საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ კითხვის დასმას რატომ არ გმობ? მე კი ვიცი რომ არ არის ოცნების მხრიდან, იმიტომ რომ ეს მისი მოწყობილი პროვოკაცია, მაგრამ ყველამ ხო არ იცის. ხალხმა ხო არ იცის. და შენ რომ ოპოზიციონელი პოლიტიკოსი ხარ და ამის მოწყობილზეც რა არგუმენტისზე დაყრდნობით ამის საბაბს რო აძლევ ოცნებას. და თან რო გინდა ისეთ როლში გამოხვიდე რომ შენ ხარ გმირი და შენს გარდა ოცნების სწორი ოპოზიციური ძალა სხვა არავინ არ არის და ამ დროს პირიქით რო იქცევი და შენი გაკეთებული საქმეებით და შენი დაშვებული შეცდომებით ან მიზანმიმართული დანაშაულით პირიქით რომ აძლიერებ ოცნებას. ეს თუ არ ასე ვთქვათ, ამას ყველაფერს თუ თავის სახელი არ დაერქვა, დიანა, ძალიან გაგუჭირდება ჩვენ, როგორ გითხრათ, ანუ დიაგნოზი დასასმელია და ეს დიაგნოზი თუ არ დავსვით ახლა, ავანტყოფს ისე ვერ უკურნალებთ რა. კი ბატონო, ჩვენ მე მინდოდა გამეგო მაინც რომ რა ბერკეტი გაქვთ თქვენ როგორც საპარლამენტოს ერთი წუთი დაგვრჩა და რომ გითხრათ. კი ბატონო, თქვენ ზოგადად იცით რომ ჩვენ პარლამენტში ზოგადად ამიტომაც თავარი ერთ-ერთი მიზეზი იყო რომ განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ, ქართული ხალხის უნდა დავაბრუნოთ. ხა დღესაც იყო შეკითხვა რომ აპირებთ თუ არა საერთაშორისო დელეგაციებში ჩართვას და ამბერკეტის გამოყენებას და რა თქმა უნდა ვაპირებთ, იმიტომ რომ ოცნება ახლა ბოლოს იყო ეს ევრონესტის თემა, იცით თქვენ რომ თავად თქვენს უარი, იმიტომ რომ მათ ხომ არ აქვთ იმის უნარი და გამბედაობა რომ ასე ვთქვათ კრიტიკას ასეთ პლატფორმაზე უპასუხონ საჯაროდ, ახლა რო კითხო, სულ სხვა მიზეზების არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ მიიწვიეს და ამიტომ აღარ მივდივართო და ახლა კაი ადამიანო თუ მართალი ხარ, ვისემალები, წადი და შენი სიმართლე და ამტკიცე იმ პლატფორმაზე და ამიტომ რადგან ის დელეგაციებში ჩაერთვებით და მაქსიმალურად ამას მოვითხოთ, გამოვიყენებთ და ზოგადად დელეგაციებსაც რო თავი დავანებოთ, ვართ ჩვენ პარლამენტში თავარი მიზნით, რომ განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ, ეს პარლამენტი აღარ იყოს ოცნების პარტიული ოფისი, რომ მინდა გითხრათ, რომ აქამდე ესე იყო და იქ ისმოდეს ქართული ხალხის. კი ბატონო, მადლობა. გიორგი შარაშიძე იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.